დღეისათვის ძალიან პრობლემური თემა მაქვს, ეს არის წონის კორექცია და წონის კლება. და ჩემი უმშვენიერესი, უფრო სწორედ წარმოგიდგეთ მოდით ჯერ სტუმრებს, გადაცემაში სტუმრად მყავს ჩემი უმშვენიერესი და უჭკვიანესი სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი ნინა პერტენავა და კლინიკური კვლევების მრჩეველი, ძალიან პოპულარული ლეო ბეჟანიშვილი. გამარჯობათ. სალამი. დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და მოხვედით სტუმრად. და ეხლა კი მინდა გითხრათ, რომ ჩემი ნინა თვეების წინ იყო ჩემთან სტუმრად და მაშინაც წონის კორექციაზე და კლებაზე გვქონდა საუბარი და აი დღეს ისეთ ფორმაში მოვიდა -10 კილო და ეხლა ძალიან დიდი იმედი მაქვს მომიყვება თუ როგორ გაარღვია ეს ჩაკეტილი წრე და ესე დაიკლო წონაში, მაგრამ ჯერ პირველი შეკითხვა მინდა ჩემ სტუმართან, ლეოსთან, რომლის აი ეს ლეოს პროტოკოლები მესმის უკვე იმდენი და ძალიან მაინტერესებს თუ ეს რა არის. გამარჯობა ლეო. და ძალიან მინდა ეხლა რომ ჩვენ მაყურებელს და მსმენელს კარგად აუხსნა, ჯერ თუ ვინ ხარ და შენი პროტოკოლები რა არის, რომელიც ესე საოცრად აკლებინებს ხალხს წონაში. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, თემით დაინტერესებისთვის. ჩემი პროფესია არის კლინიკური კვლევების მრჩეველი, როგორც უკვე აღნიშნე. გულისხმობს კომპლექსური სამეცნიერო კვლევების, რომელიც anti-age მიმართულებით ტარდება, უფრო მარტივ ენაზე, ასე ვთქვათ, გასაგებ ენაზე, გადაწერა ადამიანებისთვის, მასისთვის, რომ უფრო გასაგები იყოს და ასევე კავშირების, ასე ვთქვათ, გავმა სხვადასხვა მეცნიერს შორის და უშუალოდ კვლევებში ჩართვა და მონაწილეობა. აქ იგულისხმება როგორც უშუალო ჩართულობა, ასევე მაგალითად ინვესტიციის მოზიდვა, თემის პოპულარიზაცია და მსგავსი ტიპის აქტივობები. აი ხა ეგეც მითხარი რა არის ეს შენი ესეთი პოპულარული პროტოკოლი? ჩემი პროტოკოლი შეიქმნა ზუსტად აი ესეთი კოლაბორაციით კალიფორნიელ მეცნიერთან ერთად, ესეთი კომპანია არსებობს Human Research, რომელიც მუშაობს დაბერების საწინააღმდეგო თერაპიაზე და მათ დღესდღეობით აქვთ ასე ვთქვათ რეკორდი ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრები ვირთხა, რომელიც დაახლოებით 4.8 წელი ცხოვრობდა და საგრძნობლად აღემატება. დაახლოებით არის ადამიანის შემთხვევაში 123 წლის ეკვივალენტი და ამ თერაპიაზე მიდის მთელი რიგი ამბები, ტესტირებები, FDA-ის სხვადასხვა ეტაპი და ასე შემდეგ. მაგრამ სანამ მსგავსი ტიპის სისტემური თერაპია გვექნება, ამ მეცნიერებთან კოლაბორაციით შეიქმნა ზუსტად ჩემი პროტოკოლი, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც ორფაზიანი დანამატებისგან შედგება. რითი განსხვავდება ჩვეულებრივი დანამატებისგან ჩემი პროტოკოლი? შედის დაახლოებით 25-27 სხვადასხვა ტიპის დანამატი, მაგრამ მთავარი მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია მათ სინერგიაზე. ეს დანამატები დღეების განმავლობაში ისე არის გაწერილი და ერთმანეთთან ასე ვთქვათ შეკავშირებული, რომ მოქმედება გააძლიეროს მაქსიმალურად და მივიღოთ კიდევ უფრო ძლიერი შედეგი. რადგანაც ეს სხვადასხვა გენი, რომელიც ახალგაზრდობას ემსახურება, შესაბამისად მეტაბოლიზმს, წონის კლებას, სახისგანს, ასე შემდეგ ტვინის ფუნქციას, ყველა უჯრედში გვხვდება ეს გენები, ჩვენი პროტოკოლი მიმართულია, რომ ეს გენები გააქტიუროს ყველა უჯრედში სისტემურად. შესაბამისად, შედეგსაც ვიღებთ სისტემურს, არ გვიწევს ცალ-ცალკე თქვათ წონისთვის, მეტაბოლიზმისთვის, ღვიძლისთვის, კანისთვის, სხვადასხვა დანამატის მიღება, სინერგიულად ხდება ამ ყველაფრის მიღწევა. რას ამბობ? ანუ ესე იგი შენი პროტოკოლის მიღების შემდეგ გადავავადებთ სიბერეს, ესე ვთქვათ. დავჩებით უფრო ახალგაზრდები. მაქსიმალურად შევანილებთ კი ბატონო და აი მოკვდაობის რისკს, რაც თქვათ ქალების შემთხვევაში მენოპაუზის მერე გაცილებით უფრო იზრდება, ნუ კაცების შემთხვევაშიც რაღაც ასაკის მერე და ყოველ 8 წელიწადში ორმაგდება, აქ იგულისხმება ჩვეულებრივი მოკვდაობის რისკი ნებისმიერი ტიპის შემთხვევისგან. შეიძლება იყოს რაღაცა ინფექცია, იმუნური რეაქცია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აი ეს მოკვდაობის რისკი შევანელოთ და მივაღწიოთ, თქვა დაუშვათ 100 წელს ჩვენი დანამატები. რა თქმა უნდა, ეს ვერ გატეხავს ლიმიტს, რაც არის 122 წელი. დღესდღეობით გინესის რეკორდში რაც შედის, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შევანელოთ აი ეს ტალღა. აი მე რა მაგარია. ეხლა უნდა გადავიდეთ ნინასთან და ჩვენ მაყურებელს და მსმენელს ეხლა ნინა მოუყვება ჯერ იმას თუ რატომ მივიდა ლეოსთან და როგორ დაიკლო წონაში და როგორ გამოიყურება ესე ლამაზად.
პირველ რიგში რა მინდა თქვა, ვინც რადიოში უსმენს ნათიას, მინდა გადავცე მათ, რომ ნათი არის ულამაზესი და აუცილებლად ერთხელ მაინც უნდა ნახოთ როგორი საოცრებაა და თვითონ რო ხებზე ამბობს ლამაზი. ეხლა ვინც კი გვიყურებს, იქ მინდა ვთქვა, რომ ნათი არის ძალიან სუსტი ახნაგობის და მის ფონზე მე რა თქმა უნდა მიუხედავად ჩემი -10 კილოგრამისა მაინც არ ვიქნები ისეთი ტანწერზე და მაგრამ გზა ხო აბარა ყველაფერი წინ არის. თავარია ხო მივდივარ და კიდე ერთი ორი ამდენი მოქვს დასატოვებელი უკან, მაგრამ თავარია რომ ის ვიპოვეთ, რაც ასეთ მნიშვნელოვანი იყო. და მე მქონდა ძალიან სერიოზული პრობლემა, ნათი იცი ალბათ, რომ ფარისებრი ჯირკვლის რეზექციის შემდეგ, ოპერაციის შემდეგ უმართავად დამეწყო წონის მატება, ისე რომ ვერაფერს ვერ შველიდი. შიმშილობა ვცადე, დიეტები ვცადე, მკურნალობა ყველაფერი ვცადე და ვერ ვაჩერებდი ამ წონის მატებას. და ეს უკვე ისეთ სტრესში გადაიზარდა და გარდა იმისა, რომ ვიზუალურად ძალიან მეტყობოდა, აქ იყო ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები უკვე. დამეწყო ინსულინ რეზისტენტობა, ანუ მეტაბოლური სინდრომი და ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმდებოდა ჩემი მდგომარეობა. და ყველაზე რთული ის არის, რომ როდესაც ამ მანკიერი წრიდან ვერ გამოდიხარ, პრაქტიკულად განწირული ხარ იმისთვის, რომ იბრძოლო არა იმისთვის, რომ წონა დაიგო, არამედ მეტი არ მოიმატო. ხო და ძალიან რთული პერიოდი გავიარე. და მოკლედ ლეო რო გავიცანი, პირველი რაც ვუთხარი ლეოს, რომ აი ეს პრობლემა მქონდა, ვაჩვენე ანალიზები, ყველა რაც მქონდა გაკეთებული და ვუთხარი, რომ რამე უნდა ერჩია ჩემთვის, რომ დამეწყო, იმიტომ რომ თან უენერგიოთ ვიყავი. ყველაფერთან ერთად მიუხედავად იმისა, ვთქვა, საკვებს რო იღებ ინსულინ რეზისტენტობის დროს არის ის ვერაგობა, რომ ეს უჯრედში საკვები არ მიდის, ანუ ცხიმში მიდის და ამიტომ ხარ უენერგიოთ, შეშუპებული და რაღაც ბევრი თან მხლები პრობლემა აქვს, გარდა იმისა, რომ ზედმეტი წონა გაქვს და ლეომ შემირჩია პროტოკოლი, რომლის დალევის შემდეგ მეოთხე დღეს უკვე ვიგრძენი ძალიან ესეთი უკვე ენერგიულობა, უკეთესად ვიგრძენი თავი, წავიდა შეშუპება და მას შემდეგ უკვე მეტაბოლიზმიც გამოსწორდა, ნელ-ნელა იმოქმედა ამ ყველაფერს. ანუ ის არეული, ანუ ჩემმა ორგანიზმმა, რომელმაც ძალიან დიდი სტრესი მიიღო ოპერაციის შემდეგ და ვერ ჩადგა ფორმაში და ყველა ორგანოს პრობლემა ჰქონდა და ყველა ჰორმონი არეული იყო, ლეოს პროტოკოლმა დაიწყო ამ ყველაფრის დალაგება. თან იცი რა არის ყველაზე უცნაური, რომ როდესაც ექიმებს, აი დარგის სპეციალისტებს ესაუბრები, რომ აი ეს პრობლემა მაქვს, ეს პრობლემა, ისინი ცალ-ცალკე ყველაფერს თავისას მკურნალობენ. მიხდი მაგაც არის რა ერთიანად არ ხედავენ მთელი ორგანიზმის ციკლს და ეს არის ხოლმე პრობლემა და აი ზუსტად ეს ორგანიზმის მთლიანი ციკლი დაინახა, ერთმანეთს დააკავშირა ყველაფერი, აი დაწყებული იმისგან რომ ალერგიული ვიყავი და ის რომ თქვა ესტროგენი მქონდა უფრო მაღალი, ანუ აი ყველა პუნქტი დააკავშირა ერთმანეთს და ისეთი პროტოკოლი შემიქმნა, რომელიც კონკრეტულად ჩემთვის იყო იდეალური და ის მკურნალობას, რასაც გავდიოდი ამავდროულად მედიკამენტოზურს, იმის შედეგის გაცილებით უკეთესი გახდა. და ამის შედეგად დაიწყე წონაში კამპანია. ამის შედეგად დავიწყე ჯერ პირველი რაც წავიდა, ეს იყო შეშუპება. მე მქონდა ისეთი შეშუპება ხოლმე სახეზე, რომ აი საკუთარ თავს ვერ უყურებდი. ხა შეიძლება დღესაც კიდე ცოტა მაქვს დარჩენილი, რა თქმა უნდა, ეს ხო რაღაცა პერიოდი უნდა გავიდეს, რომ სრულიად ალაგდეს. უკვე რამდენი ხანია ლეოს პროტოკოლს მიყვები? დაახლოებით ლეო ალბათ წელიწად ნახევარი იქნება, ცოტა მეტიც იქნება. 2 წელი იქნება. 2 წელი იქნება. და ან პირველი თვეები იყო კარგი შედეგი ძალიან, მე რაღაც შუალედებში მაინც შესვენებას ვაკეთებდი ხოლმე, მე მენახა ჩემი ორგანიზმი, როგორ უმკლავდება, გადავამოწმებდი და აი ეს ნელ-ნელა მივდივართ. და უკვე -10 კილოა. არა, საერთო ჯამში -10 კილო შენთან გადაცემაში რო ვიყავი. იქამდეც მქონდა. იქამდეც უკვე დაკლებული გქონდა. კი. და კიდევ რამდენი გაქვს მიზანი? 20 მაინც. კი. ანუ ეს რამდენი ხანში წავა ეს 20 კილო? ალბათ წლის ბოლომდე ვფიქრობ, რომ უკვე ხო, იცი რა, მოდი მაყურებელს მაინც რომ აუხსნათ უფრო ესე გულწრფელები ვიყოთ და გასაგებად აუხსნათ. ნინა ზოგადად არის ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს თავის ორგანიზმს და ასე ვთქვათ, ინტელექტუალურად უდგება, უსმენს, იცის რა მიიღოს, იქ ჩართულია როგორც მედიკამენტოზური მკურნალობა, ასევე ჩვენი საკვები დანამატები, როგორც დამხმარე თერაპია. რა თქმა უნდა, ჩვენს პროტოკოლს და ზოგადად საკვები დანამატებს თუ
არ არის ესეთი აგრესიული, ახლა მაგალითად დღესდღეობით საქართველოს ბაზარი გადაივსო ისეთი დანამატებით, რომელიც თქვა დიარეის ხარჯზე აკლებინებს ადამიანებს და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე აიგრძალა, მაგრამ მე ვნახე ერთ-ერთ აფთიაქში როგორ იყიდებოდა ეს დანამატი. რაღაცა ჩაია ძალიან ბევრი ეს გასახდომია, ხო? და ქვეყანაში, სადაც ადამიანებს აქვს ძალიან დიდი ნდობა სააფთიაქო ქსელების მიმართ, იმიტომ რომ მათთვის იქ თუ რაღაცა იყიდება, იქნება ეს წამალი თუ დანამატი არის უსაფრთხო. და ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. იმის თქმა მინდა რომ დანამატებით შეუძლებელია თქვა 10 და 20 კილოგრამის დაკლება, მაგრამ თუ მივაკვლიეთ სწორ ასე თქვა დაავადებას ან სინდრომს, მეტაბოლურ სინდრომს, ჩვენი დანამატებით პერიფერიულად უჯრედულ დონეზე ისე ხდება თქვა მეტაბოლური გენების გადაპროგრამება, ნუ შეძლებს დაგვარად როგორც შეუძლია ეს რო თქვა დანამატს გააკეთოს, რომ დანარჩენი თერაპია უკვე გაცილებით უფრო ეფექტური ხდება, ამასთან ერთად ნუ ეს ახალგაზრდული ენერგია, ეხლა ძალიან ცნობილია სხვათა შორის უკაცრავად ძალიან ცნობილია ეს NAD, რომელიც გახდა ცნობილი ჰოლივუდში ამ ბოლო დროს, თუმცა ჩავშალოთ NAD არის ნიკოტინამინ ადენინ დინუკლეოტიდი, ეს არის თანაფაქტორი, რომლის გარეშეც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი 30 წამში კვდება და მონაწილეობს 300-ზე მეტ ენზიმატურ რეაქციაში, იქნება ეს თქვათ ენერგიის გამომუშავება თუ სხვადასხვა ნივთიერებათა ცვლა, მოლეკულების გადატანა და ასე შემდეგ. ასაკთან ერთად NAD-ის დონე საგრძნობლად მცირდება, ნუ დაახლოებით 25 წლიდან უკვე იწყებს კლებას, 40 წლის შემდეგ დაახლოებით 20% აკლდება, 60 წლის შემდეგ ნახევრდება და ასე შემდეგ დეკადების მიხედვით კი. და სწორედ ეს ფერმენტი, ასე ვთქვა, თანაფაქტორი განაპირობებს აი ამ ახალგაზრდულ ენერგიას. გარდა ამისა, სხვადასხვა გენი, რომელიც თქვა ჩემს პროტოკოლში შედის, ამ გენების აქტივატორები, ეს NAD წარმოადგენს როგორც სუბსტრატს, ანუ ერთგვარ საკვებს. მაგალითად, თუ ჩვენ გავაქტიურებთ კონკრეტულ გენს და უშუალოდ სირტუინ 6 ან სირტუინ 1-ს, რომელიც აკონტროლებს დაბერების პროცესს, დნმ-ის აღდგენას, ასევე აკონტროლებს თქვა აი სიმსივნური უჯრედების პროლიფერაციას, რომ ეს დაიბლოკოს, გენები უფრო ახალგაზრდულად წაიკითხოს, ასევე საჭიროა რომ NAD-ის ადეკვატური დონეც იყოს ორგანიზმში, რათა საკვების სახით სუბსტრატი მიიღოს. ისეთი ყვებილიო, აი არ ვიცი, გაუცებული გისმენ, ესე იგი ეს ყველაფერი შესაძლებელია. შესაძლებელია, კი. კი. ჩვენ მოვესწრებით იმ დროს ადამიანი 150 წელს რო ხარისხიანად იცხოვრობს. ის კი არა რომ უკიდურესად გაუძლებელი, რა თქმა უნდა. არამედ ენერგიულად მიაღწევს ამას. აქ ჩვენ მაგის მომწრები ვიქნებით ნაჩვენები. თუმცა ისე ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, ალბათ ამ 150-იან ლიმიტსაც ასე ვთქვათ გავტეხავთ და მე მგონი კიდევ უფრო გახანგრძლივდება, კი. ნუ არ ვიცი რა. და რა მაინტერესებს აი ეს ფერმენტი რო თქვი, ანუ ამის გააქტიურებად შეიძლება ჩვეულებრივად საკვები დანამატები? კი, ეს ძალიან მარტივი ამბავია. სხვათა შორის მე მაგალითად, როდესაც ამისი ჯერჯერობით კვლევების დონეზე მიმდინარეობდა და არ იყო მარკეტირებული, ანუ არ იყიდებოდა, მაშინ ჩამოვიტანე ქარხანასთან კონტაქტით, მაგალითად ჩემი ძაღლისთვის და ახლობელი ადამიანებისთვის. ეს დაახლოებით 2018-2019 წლები იყო და ნუ აი კოვიდის მერე ზუსტად აფეთქდა ეს ტალღა 2022-23 წლებში. საერთოდ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია ამ სფერომ, რასაც თქვია თქვა longevity და anti-aging-ი და დღესდღეობით უკვე ყველა მიცის ეს დანამატები იყიდება, თუმცა არსებობს რამდენიმე ფორმა. ჩვენთან სამწუხაროდ საქართველოში ძალიან გახშირდა არასწორი ინექციების და ინტრავენური გადასხმების აი ამ NAD-ის კი არა მარტო წონისთვის. არაერთი გადაცემა მქონდა სხვათა შორის მე ამ ინექციებზე. ეს NAD არის საკმაოდ არასტაბილური მოლეკულა. მაგალითისთვის, თუ ჩვენ NAD-ის კაფსულის სახით ვიღებთ, გამორიცხულია, რომ ის ორგანიზმმა შეიცვალოს. ამიტომ ჩემს პროტოკოლში შედის ორი პრეკურსორი, NMN და NR, რომელიც ორგანიზმში კონვერტირდება და ხდება უკვე NAD. ჩვენთან საქართველოში რამდენიმე კლინიკაში კეთდება გადასხმა NAD-ის, რა თქმა უნდა, გადასხმა გვეხმარება ათვისებაში, თუმცა ერთი პრობლემა ის არის, რომ ძალიან მცირე სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს ჩვენს ორგანიზმში ამ დასხმულ ასე ვთქვათ NAD-ის. ჩვენ თუ გქონდა რამე ინფექცია, რაიმე ტიპის დაავადება და გვინდა უცბად შევავსოთ NAD-ის მარაგი, კი ბატონო, გადასხმა ძალიან კარგი ვარიანტია. მაგრამ იმისთვის რომ ახალგაზრდულ დონეზე შევინარჩუნოთ ვთქვათ anti-aging მიზნებისთვის, ამ შემთხვევაში ძალიან არასწორია ინფუზიების გაკეთება, იმიტომ რომ მოგიწევს ვთქვათ კვირაში
ორჯერ, სამჯერ მაინც ამისი გაკეთება მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ძვირია, ძალიან ინვაზიურია, ამიტომ გაცილებით უფრო ეფექტური არის ამ შემთხვევაში ეს ორი პრეკურსორი, რომელსაც დალევ თითო კაფსულას დღეში და შენ მუდმივად გექნება თქო 30 წლის ადამიანის NAD. აი მე რა მაგარია. მოდი ლეო, ეხა უფრო გასაგები რო იყოს ჩვენი მსმენელი და მაყურებლისთვის, აი ადამიანმა მოგაკითხა. წონის პრობლემა აქვს, იქ სხვადასხვა რაღაცა კიდე პრობლემები აქვს, აი რითი იწყებთ? რასაკვირველია პირველ რიგში, ეს ერთგვარი ანამნეზი უნდა მოვისმინოთ, რაც იცის თვითონ პაციენტმა, თქვათ, რა ტიპის დაავადება აქვს დადგენილი და სისხლის ანალიზები აუცილებელია. ნუ თუ არის თქვათ 6 თვის წინ გაკეთებული, შეიძლება 1 წლის წინ დაახლოებით სურათს მაინც ესე ვხედავთ. თუმცა მაინც უკეთესია რომ გქონდეს ახალი სისხლის ანალიზი, თქვათ სრული პანელი. და იმის მიხედვით ნიშნავ მე შენ მკურნალობას. კი. მაინც და მაინც იცით როგორ არის ეს ჩვენი პროტოკოლი უკვე შექმნილი ფორმულაა, რა თქმა უნდა, დოზირებები და რამდენიმე ტიპის დანამატი იცვლება ინდივიდუალურად, მაგრამ როდესაც ვახსენე ეს კალიფორნიელი მეცნიერი, იქ უკვე შეიქმნა, გაიტესტა ეს ფორმულა, რომ თქვა აქტიურებს ამ გენებს და ანელებს დაბერების პროცესს. ამიტომ სისხლის ანალიზი უშუალოდ ფორმულის შედგენაში შეიძლება არ დაგვეხმაროს, მაგრამ თუნდაც აი მარტივი მაგალითი რო გითხრათ, შეიძლება ადამიანს ჰქონდეს უბრალოდ რკინის დეფიციტი ან დაბალი ფერიტინი და ჩვენი ესეთი ენერგიის მიმცემი დანამატები არ იყოს ეფექტური, იმიტომ რომ არ არის ორგანიზმში დაუშვათ საკმარისი რკინა რაოდენობით, ან იყოს სისხლში რკინა და თქვათ დეპოში, თქვათ შენახული რკინა, მაგრამ უჯრედებში ეს რკინა არ იყოს ოპტიმალური კონცენტრაციით. ამიტომ აი ესეთი მარტივი რაღაცები რო არ გაგვეპაროს, მაინც კარგია რომ ანალიზები გქონდეს. და აი დაახლოებით რამდენი ხნიანია ეს პროტოკოლი? პროტოკოლს აქვს თავისი საშუალო კურსი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ინდივიდუალურია, თუმცა საშუალოდ რომ გითხრათ, ადამიანი დაახლოებით 1 თვეში უკვე ხედავს შედეგს, თუ არის თქვა ენერგიის დეფიციტი, ძილის პრობლემები, რაღაცა მეტაბოლიზმი, მუდმივი დაღლილობა, ამ შემთხვევაში 1 თვეში ხედავს შედეგს, მაგრამ დანამატებს ახასიათებს შემდეგი ტიპის სპეციფიკა. საჭიროა რაღაცა დროით, თქვათ 2 თვით, 3 თვით მინიმუმ ამისი მიღება, იმისთვის რომ ეს აკუმულირდეს, დაგროვდეს, მიღებული შედეგები უკვე შევინარჩუნოთ რაღაცა პერიოდის განმავლობაში. ამიტომ 3 თვე საშუალოდ არის ესეთი სტანდარტული რეკომენდაცია, დაუშვათ წელიწადის დასაწყისში, 3 თვე წელიწადის ბოლოს, ეს არის ესეთი იდეალური ვარიანტი. თუმცა არიან ადამიანები, ვინც თქვათ მთელი ცხოვრება, ნუ 4 წელი დაიწყო, რაც უკვე ქართულ ბაზარზეა და არ გაუჩერებიათ მაგალითად ასეთებიც არიან. ანუ სულ მიყვებიან ამ პროტოკოლს. თუმცა აუცილებლობას ნამდვილად არ მოითხოვს. აჰა. გასაგები. ესე იგი მეც მაგალითად წონის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ შემიძლია მოგაკითხო. აუცილებლად კი. ეს ვიზუალურად არაფერი არ გჭირდება. რასაც ვუყურებ, მაგრამ უჯრედულ დონეზე მაინც ყველას. რა თქმა უნდა, ეს ხო არის დაავადებების პრევენცია, ეს არის დაბერების პრევენცია, ეს არის ულამაზესი კანითმა, ჩხილი, კბილი, ყველაფერს ინარჩუნებ და მე აი ისეთ მდგომარეობაშია ჩემი თმა დღეს რომ გაზრდილი მაქვს და რაღაცნაირი აი ისეთი სტრუქტურაც კი შეეცვალა, ეს მხოლოდ ლეოს პროტოკოლების დამსახურება არის. იმიტომ რომ ნამდვილად ყველაფერზე მოქმედებს. ძალიან პოპულარული გახდა ეს ლონჯევიტი, ანუ ეს ხანგრძლივი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, არადაბერება, ახალგაზრდობა და აი როგორ ახსნე, რატო არის ეხა ესეთი ბუმი ამაზე და რატომ გახდა ესეთი პოპულარული? თან სოფლიოში ნამდვილად შეინიშნება საოცარი ინტერესი ამ მიმართულების და როგორც ხდება ხოლმე ტრენდსეტერების ადამიანები, თქვათ, ვინც ფლობენ რაღაცნაირ გამოცდილებას, სახსრებს, აზრის ლიდერები, რომლებიც ძალიან არიან გატაცებული ამით, მათ შორის ეს მილიარდერები, რომლებიც ხშირად ჩანან, თვითონ არიან პირველი ის ხალხი, ვინც ინვესტირებას დებს ამ მიმართულებით და თვითონ აუცილებლად მოიხმარენ. ეს კი არა, დღეს ვკითხულობდი ზუსტად უძრავ ქონების ბაზარზეც კი უკვე ის სახლები იყიდება, რომელიც აღჭურვილი არის, ვთქვათ, ლონჯივიტი კაბინეტებით უშუალოდ სახლში, ან ვთქვათ, მთლიანად, აი როგორც ადრესატრენაჟორო დარბაზი იყო, კარგი, როდესაც სახლს ჰქონდა, ამ შემთხვევაში ეს ლონჯივიტი მიმართულების სერვისები თუ ექნება სახლს, ის უკეთესად იყიდება, კი. ეხლა რა ხდება ამ მიმართულებით, რატო არის ესეთი დიდი ინტერესი, ხო? აი მაგალითად კვლევებმა დაადასტურა, რომ ნებისმიერი დარგი, ვთქვათ, იგივე ეს ბიუთი მიმართულების იქნება
თუ ლაქშერი მიმართულებს, აი იგივე ვიძახე ძვირადღირებული ჩანთები, საათები, ჩასაცმელი რაც იყო ყოველთვის ძალიან ტრენდული, იკლებს გაყიდვები მაგ მიმართულებით და მხოლოდ ერთადერთი დარგია, რომელიც აი ძალიან დიდი ნახტომით ინვესტიციებს იზიდავს, ეს არის longevity მიმართულება. და ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი ადამიანი და კაცობრიობის რაღაც ინტერესი აქეთ იქნება მიმართული ბოლო პერიოდში. იმიტომ რომ ეს პირველი ნაკადი ტრენდსეტერები ვინც იწყებს ხოლმე მათ შორის რა თქმა უნდა ყველა კოსმეტიკური გიგანტი აუცილებლად საკუთარ არსენალში იმატებს longevity მიმართულების სხვადასხვა. ხო, მაგრამ ვერ გავიგე რაში გუშლის თქვა longevity-ის მიმდევრები ვიყოთ და ძვირადღირებული ჩანთად შევიძინოთ, რა ვიცი. აი, იცი როგორი მომენტია, ამ შემთხვევაში რაღაც ფასეულობების რაღაც გადაფასება არის, მხოლოდ კონტროლ ადამიანები რას ამბობენ, იცი? აი, თქვა რა წინა წლებში თუ იყო ძალიან პოპულარული რაღაც პროცედურების ჩატარება, ხო? მათ შორის რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებების სახის სხეულის, ხო, პლასტიკური ქირურგია დღესდღეობით არის ყველაზე ესეთი ტრენდული, რომ კონდეს იდეალური სახის კანი მაკიაჟის გარეშე მაგალითად. ამაზე ანუ ჯანსაღი კანი, აი ეგ არის ახლა ტრენდული და აი ამით ეჯიბრებიან ერთმანეთს, რომ აი რამდენად უფრო კარგად გამოიყურება ადამიანი, მათ შორის შეიძლება პლასტიკური ქირურგიით მიაღწიოს ამ შედეგს, მაგრამ აი ეს ბუნებრიობა რო კონდეს აუცილებლად შენარჩუნებული. რა თქმა უნდა და არ ეთყობოდეს ეს პლასტიკური ქირურგიის ადრე პირიქით რო ეთყობოდა, ეს უფრო ითვლებოდა რაღაცა, აი ხო გახსოვს ახლა ჩვენ გამოვიარეთ პერიოდი რომ ადამიანს თუ არ ეტყობოდა ის არ მოწონდა ხო რა აქვს გაკეთებული ყველაფერი უნდა თვალით შეგეულო და მიმღდარიყავი და ეხლა იტვლებოდა რაც მეწულიდი ადამიანს რო უყურებ და ვერ ხვდები რა აქვს და რამდენი წლის არის აი ეგ არის ახლა ნუ აი ადამიანი თქვა 60 წლის რა ტრაvoltas გამოჩენას თუ დააკვირდი ეგ იყო ყველაზე ესეთი მოვლენა ნუ ალბათ დემი მურს ყველა აკვირდება და აი ზუსტად ამითი ეჯიბრებიან ერთმანეთს რომ რაც უფრო კარგად გამოიყურებენ, რაც უფრო ჯანმრთელად გამოიყურებენ, ახალგაზრდულად და ეს ინდუსტრია მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება. მინდა გითხრა რომ მე ვიყავი ერთ-ერთ ძალიან კარგი პროფესორის ლექციაზე ამ მიმართულებით, უცხოელი იყო ეს და დარბაზში ყველაზე დიდი ასაკის ვიყავი. მე მეგონა რომ უფრო ასაკოვანი ხალხი დაინტერესდებოდა ამ მიმართულებით და იყვნენ ყველა ლეოს ხელა აუდიტორია. ნახე რომ ახალგაზრდობას უფრო აინტერესებს ეს. კარგია, ხო და ძალიან კარგი ტრენდია, რა ვიცი, ძალიან მოხარული ვარ რომ ეს ესეა და ხო, სხვა შორის ცოტა პარადოქსული ამბავია, წესით უნდა აინტერესებდეს უფრო ასაკოვან ადამიანს ხო რომ რაც შეიძლება გაიხანგრძლივოს თავისი ჯანმრთელი წლები, მაგრამ ალბათ მაინც უფრო ნდობის საკითხიც არის, იმიტომ რომ იმდენად თქვა სოციალური თვალსაზრისით ან ფსიქოლოგიურად ეს ადამიანების ტვინში ზის, რომ დაბერება არის ბუნებრივი პროცესი, ეს არის თქვა რელიგიური ადამიანებისთვის ეს არის ღმერთის რაღაცა დაწერილი კანონი, ბიოლოგებისთვის, რომლებიც თქვა ახალ კვლევებს არ ეცნობიან და ძველი ნარატივით მიდიან, თქვა დარვინიზმები ან ნეოდარვინიზმები ესენი თვლიან რომ ეს არის დაპროგრამებული ან თქვა კოსმიური რადიაციის მიერ შექმნილი მუტაციები რაც არის ლიმიტის განმაპირობებელი, მაგრამ რეალურად რო დაფიქრდე ეს ასე არ არის და ალბათ უფრო მაინც ახალგაზრდა თაობას სჯერა რადიკალური მიდგომების რაც არ არის ჩალიქილი ესეთი კონსერვატორული ასე ვთქვათ აზრებით. კი. აი მე კი მეც მჯერა, არა ვარ ახალგაზრდა თაობა, მაგრამ ეს ძალიან კარგი ინფორმაცია მომაწოდეთ. საიდან მოვიდა თქვა ჩემთან ეს ინტერესი, ხო? ხო არის ახლა ჩვენი ცხოვრება როგორ მოგვარს ვისწავლეთ რაღაცა მე დედა სამი შვილი გავზარდე ნათიამ ასევე ძალიან ბევრი რესურსი და დრო წავიდა სხვადასხვა მიმართულებით და აი ხლა უკვე როდესაც 50 გადავაბიჯე გზნობ რომ ის პერიოდი რაც თქვა ვერ გავაკეთე ის რაც მინდოდა ვერ ვისწავლე მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე და ძალიან ბევრი სერტიფიკატი მაქვს და კურსი მაქვს დამთავრებული მაინც ვთვლი რომ ძალიან დიდი ნაწილი დამრჩა აუთვისებელი და აი ზუსტად ის მინდოდა მქონოდა დრო რომელიც მომცემდა ამის საშუალებას და მაგაზე ვიფიქრე ზუსტად როგორ გამაკეთო რომ ჩემი ხარისხიანი ის კი არა რომ უკვე ვერ იმახსოვრებ რას კითხულობ არამედ უშუალოდ ხარისხიანი წლები როგორ გამოვიყენო და რომ მქონდეს ჯანმრთელობა იმისა რომ თუნდაც ვიმოგზავრო თუნდაც ვილაშქრო და სხეული მომყვებოდეს ამ ყველაფერში და არ ვიყო დავდომილი ხო აი ამისთვის მინდა და არა ვთქვათ იმისთვის რომ რაღაც კაბას ჩავეტიო მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის მინდა რომ მეტი შემეცნება მქონდეს ამ ცხოვრების და საკუთარი თავის რეალიზება მოვახდინო
მე უღრმესი მადლობა ნინა ლეო რომ ესეთი საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდეთ მე და ჩემ მსმენელს და მაყურებელს და ნუ რა ვიცი ნუღა შეგვეშინდება სიბერის იმიტომ რომ ისეთი რაღაცები მოვისმინეთ სამწუხაროდ ვერ მოვასწრებთ განვიხილოთ კიდე შემდეგი ეტაპები კიდევ არის რაღაცა მეცნიერების ერთი მიმდინარეობა რომელიც ცდება თქვა დანამატებს გენურ თერაპიებს და აუცილებლად და შემდეგზე გადავდოთ ამ თემების განხილვა ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით დღეს ჩემი სტუმრად მადლობა დღეისათვის სულ ეს იყო ნახვამდის